გახსოვდეთ, რომ ჩვენი ძალა სარწმუნოებაშია და საქართველოს სიყვარულშია. წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკდაო, შეგვიწყალე ჩვენ. ყოვლა წმინდაო სამებაო, ერთ არსებაო, ღმერთო ჩვენო, სასოებით გევედრებით, გადააფარე შენი კალთა ჩვენ სამშობლოს, ყოველ ჩვენთაგანს, ეს სულოვნებით გაგვაერთიანე და იქცენ საქართველო, ხილული და უხილავი წრებისაგან. ამინ. გევედრები შენ უფალო, მადლითა და წყალობითა შენითა, გადაარჩინე, დაიფარე და გამთლიანე ყოვლა წმინდა ღვთისმშობლის წილხედრი ჩვენი სამშობლო. დილა მშვიდობისა, დღეს 26 მარტია, ხუთშაბათი, თქვენ ერთსულოვნების დილას უყურებთ ელისაბედ აბულაძესთან ერთად და ცხადია, რომ დღევანდელი გადაცემაც მიეძღვნება უწმინდესა და უნეტარეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილიამ მეორეს, ჩვენს ეპოქალურ პატრიარქს და ვიდრე გაგაცნობ თუ ვინ იქნებიან დღეს ჩვენი სტუდიის სტუმრები, ვნახოთ საეკლესიო კალენდარი და შემდგომ გაგაცნობთ სტუმრებს. 26 მარტს წმინდა მართლმადიდებლის სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა ნიკიფორეს, კონსტანტინოპოლელ პატრიარქს, წმინდა მოწამე საბინეს, წმინდა მოწამეებს აფრიკანეს, პუბლის და ტერენტის, წმინდა მოწამე ალექსანდრეს, წმინდა მოწამე ქრისტინეს პარს, ღირს ანინე ხუთს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. დღეს მოხსენებულ წმინდანთა შემწეობას და მფარველობას გისურვებთ ყველას, როგორც გითხარით, ჩვენი დღევანდელი გადაცემა ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილიამ მეორეს, მის ღვაწლზე, მის განუზომელ მრავალმხრივ ღვაწლზე და მის ცხოვრებაზე საუბარს და ჩვენი სტუდიის პირველი სტუმარი იქნება მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი. ასევე დღეს ჩვენი სტუდიის სტუმრები იქნებიან ანსამბლ ბასიანის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი დონაძე, საოპერო ბარიტონი მომღერალი ბარიტონი გიორგი ლომისელი და შემოგთავაზებთ სიუჟეტსაც ჩვენი გადამღები ჯგუფი ესტუმრა საოპერო მომღერალ იანო ალიბეგაშვილს, რომელმაც ბევრი რამ გაიხსენა პატრიარქთან ურთიერთობიდან და ის ადამიანები, რომლებიც მოგახსენეთ, რომ დღეს ჩვენი სტუმრები იქნებიან, მათ მრავალი წლის განმავლობაში ჰქონდათ პატრიარქთან ურთიერთობის ბედნიერება და ცხადია, რომ ბევრ რამეს საინტერესოს მოგვიყვებიან. ახლა ვიდეო კოლაჟი უნდა შემოგთავაზოთ. პატრიარქი დასვენებული იყო სამების საპატრიარქო ტაძარში და ვნახეთ ყველამ საოცარი ერთობა. ეს იყო გლოვის, მაგრამ ამავდროულად საოცარი სრულიერი ერთობის დღეები, უამრავი ადამიანი, ათასობით, 100,000-ობით, როგორც BBC-მ გადმოსცა, საქართველოს მოსახლეობის 40% მივიდა პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად იმისთვის, რომ მისთვის უბრალოდ მადლობა ეთქვა, მადლიერება გამოეხატა, ერთი წამით თვალი მოეკრა ჩვენი უწმინდესი პატრიარქისთვის და ეს ადამიანები იყვნენ სხვადასხვა ფენის, სხვადასხვა აღმსარებლობის წარმომადგენლები, სხვადასხვა ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის პირები იდგნენ საათობით რიგში და ელოდებოდნენ თავის რიგს, რომ პატრიარქისთვის მადლობა ეთქვათ და მისთვის ერთი წამით შეეხედა. ასეთი საოცარი დღეები ვნახეთ სრულიად ახალი საქართველო, ისეთი საქართველო, როგორზეც პატრიარქი სულ საუბრობდა და რისკენაც სულ მოგვიწოდებდა ერთსულოვნებისკენ. გაერთიანებული ქვეყანა ვნახეთ და ჩვენ ახლა შეგვიძლია რომ ეს ვიდეო კოლაჟი ვნახოთ.
და ბარადის და უკუნითი უკუნისამდე სრულიად საქართველო, ჩვენი ერი და ეკლესია და ამ ქვეყნიური ცხოვრებიდან აცილებს ჩვენს აყვარელ სულიერ მამას და წინამძღოლს უწმინდესსა და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ცხედა თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტს ილიას ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ და წარმოგიდგენთ გადაცემის პირველ სტუმარს, მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი შემოგვიერთა. მამა კახაბერ, დაგლოცეთ და ვიზიარებთ თქვენს წუხარებას. მერთმად დაგლოცოთ, დიდი მადლობას გიხდით, რომ საშუალება მომეცა მეც თქვენი ტელეეთერის საშუალებით მიმესამძიმრებინა ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ჩვენი პატრიარქი, როგორც გამოჩნდა და როგორც ახლა აი კადრებს, ვინც თვალს მიადევნებს, სატელევიზიო კადრებს, აღმოჩნდა, რომ მორწმუნის, არამორწმუნის, მართლმადიდებლის და არამართლმადიდებლის ყველას პატრიარქი და ყველას მამა ყოფილა თურმე და ამიტომაც თამამად ვამბობთ ამას, რომ ყველას უცხადებთ ამ სამძიმარს. და ამის დადასტურება ჩვენ შეგვიძლია კვლავ ვნახოთ ის გაუქმებული დღესასწაულები მათ შორის არამართლმადიდებლებთან, რომლებმაც პირდაპირ გამოაცხადეს, რომ ჩვენ მოგვიკვდა მამა და ამიტომ არ გავბედავთ, რომ რაიმე დღესასწაული, მიუხედავად იმისა, რომ ეს კალენდრულად ჩანიშნული მათი რელიგიური დღესასწაული იყო, ეს ყველაფერი გადადეს და გააუქმეს ადამიანებმა, ასე რომ უსამძიმრებ ყველას, რა თქმა უნდა და საკუთარ თავს პირველ რიგში, იმიტომ რომ ხანდახან ასე უფლება არ გვაქვს ქრისტიანებს, რომ საკუთარი თავი შევიცოდოთ. ჩვენ კი ვაცნობიერებდეთ უნდა ამას ძალიან კარგად, რომ მართალია
აქ ფიზიკური შემხებლობა მასთან აღარ გვექნება, მაგრამ ზეციური მამა შევიძინეთ. ეხლა უბრალოდ ზეციურ მამასთან მყოფი შუამდგომელი ადამიანი, რომელიც ყველასთვის ილოცებს და საქართველოს ერთობისთვის და გადარჩენისთვის ილოცებს და ღმერთს ამას შესთხოვს, რომ მისი მადლით, ესე იგი, ღმერთის მადლით დაცული იქნას აი ეს ერთობა, რასაც ეხლა ჩვენ ვუყურებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. და ძალიან დიდი ნუგეშია ამის გაცნობიერება. მამაკახაბერ, აი საოცარი კადრები ვნახეთ ახლა და ზოგადად ეს დღეები ვუყურებდით საოცარ კადრებს ჩვენც და სოფლიოც. რაღაც სოფლიოს წინაშეც საქართველოს წარმოჩნდა ალბათ სულ სხვანაირად და ჩვენ ვიცოდით ეს ყველამ რომ პატრიარქი უყვარს მთელს ერს, განურჩევლად ასაკისას, ქესისა, აღმსარებლობისა. ვიცოდით მისი დიდი ნდობა, ავტორიტეტი ხალხში, ეს რეიტინგებითაც იზომებოდა და 90%, 99% ეს იყო ურყევად წლების განმავლობაში, მაგრამ მაინც კიდევ მოლოდინს გადააჭარბა, რაც მოხდა. ის რომ საათებით 8 საათი, 12 საათი ბავშვები, მოხუცები, ფეხმძიმე ქალები იდგნენ რიგში იმისთვის, რომ ერთი წამივაეკრათ პატრიარქისთვის თვალი, ეს მართლაც კიდევ რაღაცა სხვა განზომილებაა და სხვა სულიერი ერთობა იყო. აი თქვენ როგორ შეაფასებდით ამ ყველაფერს? ბუნებრივია ალბათ კიდევ დრო სჭირდება და დრო შეაფასებს და როგორც პატრიარქი ზღვა წელს, ისევე მის აი ამ აღსასრულს და აი ამ დღეებს რაც ხდებოდა, მაგრამ აი თქვენი თვალით დანახული აი ეს მდგომარეობა რაც ახლა ვიქნებით. მე გამიჩნდა შეკითხვა მართალი გითხრათ ასეთი რომ რატომ მოხდა კონკრეტულად ამ დროს პატრიარქის გარდაცვალება? ეს საკუთარ თავს დაუსვი და არა რაღაცა გამოძიება იმ მიმართულებით კი არა რომ რაღაცა ვინმეს რამეს ვაბრალებ. უბრალოდ აი დამაინტერესა რომ რატო კონკრეტულად ამ დროს რაღაცა ღმერთისთვის ხო რაღაცა შემთხვევითი არაფერი არ ხდება და რაღაცა ამბავია ამ ყოველივეში. და მე მომეცა ეს პასუხი და ვფიქრობ რომ ისე უწმინდესისგან მომეცა მეთქი. რომ წლევანდელი წელი გახლავთ 1700 წლის თავი. მე იმ კითხვას არ გავქცევი ვარ, მაგ კითხვასთან დავბრუნდები, დიახ. 1700 წლის თავია საქართველოს რომელმაც ესე იგი მიიღო ქრისტიანობა რელიგიური უბრალოდ სახელმწიფოებრივი რელიგია გახდა მისთვის ქრისტიანობა, დამება უკაცრავად ენა. სახელმწიფო რელიგია გახდა ქრისტიანობა და ეს 1700 წლის თავი რაღაცა გვინდოდა რომ ძალიან წარმოგვეჩინა თავი და მთელი მსოფლიოსთვის გაგვეცნო თავი. ამიტომაც უწმინდესთან ვათანხმებდით ყველა იმ ღონისძიებას, ვინც ვართ ჩართული რაღაცა აი ამ საორგანიზაციო საკითხებში, რომ აი საერთაშორისო კონფერენცია ოქტომბერში, იქ რაღაცა ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციები, ძალიან ბევრი კულტურული ღონისძიება, მათ შორის რაღაცა სატელევიზიო პროგრამები, ფილმების გადაღება, ამაზე ყველაფერზე რა თქმა უნდა უწმინდესი გვაძლევდა კურთხევას, გვთავაზობდა რაღაცა თავის იდეებს, ქონდა რაღაცა ეს შეხვედრები და უცბად ხდება ეს რაც მოხდა რომ უწმინდესი გადის ამ ქვეყნიდან და მე მივხვდი ერთ რამეს რომ მან ესე იგი გვირგვინი დაადგა ამ 1700 წელს იმიტომ რომ რაც იყო მისი მთელი ცხოვრების მიზანი ერთად მყოფი ქართველები, ჩუმად მყოფი ქართველები რომლებიც ერთმანეთში არ ჩხუბობენ, არ კამათობენ, არ დაობენ აი ასეთი საქართველო ეხილა მთელ მსოფლიოს და აი ეს ნამდვილად შესრულდა მისი გარდაცვალებით. ასე რომ ვფიქრობ რომ შეეწირა მეთქი კიდეც შეიძლება ამ 1700 წლის თავის გამო, ესე იგი მისი სიცოცხლე იქნა აყვანილი ზეცად, რომ ეხილა მთელ მსოფლიოს ეს ერთობა და ჩვენ ამ 1700 წლის თავზე რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ლაპარაკს, ოდესაც გლოვის დღეები დამთავრდება, მაგრამ ეს უკვე საძირკველი იქნება ამ 1700 წლის თავის აღნიშვნისა, როგორც ქართველების ერთობისა, გამთლიანებული საქართველოს სარწმუნოებრივი კუთხით გულისხმობ ამ შემთხვევაში, რომ როგორ გავერთიანდით ყველა. რაც შეეხება ამ ერთობას, რომელსაც ჩვენ ვუყურებდით, იქ საათობით მდგომი ხალხი, რომლებიც დღე და ღამე რიგში იდგნენ, რომ უკანასკნელ გზაზე გაეცილებინათ პატრიარქი, აქ ისეთი სანახაობა იყო ამას, რა ვიცი, აი ქვას რომ აყურებინო, ალბათ ის ატირდება, მათ შორის დრონით გადაღებული კადრი ვნახე, ხელჯოხებით ბიჭი, რომელსაც თაბაშირში აქვს ფეხი მოტეხილი და მეტროსადგურ ავლაბრიდან როგორც ცდილობს, ესე იგი სამემბაში ამ რიგში ესე ავიდეს. მათ შორის საოცარი ისტორიებიც ხდება, ამინი მოგეხსენებათ სახელი გახლავთ ამინი ჩვენ მაყურებელს შევახსენებ, პატრიარქის შვილობილია ის ჩრდილო კავკასიიდან, მუსულმანი ადამიანი, რომელმაც ისეთი ისტორია მოყვა, ამას უცრემლოდ ვინ მოისმენს საერთოდ, როგორ ესე იგი პატრიარქი დაუკავშირდა ეს ისტორია, ვინც არ იცის, გახლავთ შემდგომი რომ მამამისი გატაცებული იყო და ამ ოჯახმა გადაარჩინა და მოძებნა პატრიარქმა ეს ოჯახი და იშვილა მერე
ეს კაცი შვილობილს ეძახდა მას და ძალიან პატრონობდა, დიდ ყურადღებას აქცევდა. ეს მუსულმანი ბიჭი ისეთ ისტორიას ყვება. მე შემთხვევით მოусმინე ამას სოციალურ ქსელში და საოცრად ესე იგი ამაღელვებელია ეს ყველაფერი. ძალიან ბევრი რამ კიდევ გაცხადდება. ძალიან ბევრი რამ ერთი რაც არის ახლა ხილულად რასაც უყურებ და მეორეა რასაც ჩვენ კიდევ მოვისმენთ ისტორიებს და თუნებას მომცემთ ერთ-ერთ მემოყვები ახლა. აუცილებლად მინდოდა მეთხოვა. მამაკაცებად თქვენ მრავალწლიანი ურთიერთობა გაკავშირებთ და რაღაც ისეთი საინტერესო ისტორიები ალბათ ბევრი გექნებათ, რასაც შეძლებთ მოგისმენთ სიამოვნებით. ერთი მოვყევი უკვე თქვენი ტელევიზიის საშუალებით 3 წლიდან იწყება და ეხლა სხვა ისტორიას მოვყვევი. ჩამოსული არის ერთ-ერთი ეკლესიის წარმომადგენელი საქართველოში და მე საგარეო საქმეთა განყოფილებაში ვმუშაობდი მაშინ და დამავალეს რომ მასპინძლობა გამეწია და შეხვედრაც უნდა ყოფილიყო პატრიარქთან. სიონში წირვაზე დავდექი თუ წმინდესთან მივიყვანე ეს ადამიანი და უთხარი რომ ვიზიტით იყო და შეხვედრა სხვა დროს იყო დარჩენილი, მაგრამ უწმინდესმა მითხრა სადილად დაპატიჟეო, ეხლა წავიყვანოთ ჩვენთან სადილათო და წავედით ვსადილობთ უწმინდესთან ერთად საპატრიარქო რეზიდენციაში და ამ ადამიანმა ითხოვა სიტყვა რომ რაღაცა უნდა ვთქვაო და წამოდგა და ამბობს ასეთ რამეს რომ თქვენო უწმინდესობაო მეო ვარო ასეთი რამის შემსწრეო რომ ჩემი ეკლესიის დავალებითო რაღაც შეკრებაზე ვიმყოფებოდიო სადაცო თითქმის ყველა ეკლესიის დელეგაცია იყო თითქმისო დაახლოებით 7-8 ეკლესია ჩამოთვალა, რომლებიც იქ იყვნენ და ამ 7-8 ეკლესიიდან დაახლოებით 3 თუ 4-ის მეთაური იყო. ანუ პირველი პირი, პატრიარქი ესე ვთქვათ. და რაღაც გარკვეულ თემასთან მიმართებაში იყო კამათიო. რომ ესაკითხი როგორ უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილი რაღაცა, აქეთ თუ რაღაცა იქეთ და ერთ-ერთი ეკლესიის მეთაური წამოდგა და იკითხაო, რას ამბობსო ამის შესახებ ოღონდ ამას რუსულად ყვებოდა ეს ადამიანი, რუსული ეკლესიის წარმომადგენელი არ იყო, მაგრამ ერთ-ერთი ენა რუსული იცოდა და რუსულად ყვებოდა და მეც რუსულად გავემეორე. А что говорит Илья Грузинский? ასე იკითხაო, რას ამბობს ილია ქართველიო? დიახ, ილია ქართველი რას ამბობსო და მეო ჩვენო ყველამ გავჩუმდითო, არავინ არ ვიცოდითო და იქო მეთაურებმა თქვესო, ჩვენო ამის შესახებ მისი აზრი არ ვიცითო. აბა თუ მისი აზრი არ ვიცით, რასგან ვიხილავთო? ეს თემა დაიხურაო. სანამ არ გვეცოდინება მისი აზრი, რასგან ვიხილავთო? იმიტომ რომ თან არ ეხებოდა ეს საქართველოს ეკლესიას, რაღაცა მსოფლიო ამბავი იყო, ეხლა ვერ ვიხსენებ რაზე იყო ლაპარაკი, მართალი გითხრათ, მაგრამ მაშინ ისეთი შთამბეჭდავი იყო ეს რომ მოყვა, გაეღიმა უწმინდეს და გადაეცითო რომ ასე ამბობს ილია ქართველიო, მანაც რუსულად უპასუხა რა თქმა უნდა ილია გრუზინსკი ესე უთხრა რომ ერთსულოვნება უნდა შევინარჩუნოთ. და ეს ერთსულოვნება პატრიარქ სხვათა შორის ჩვენ ტელევიზიასაც ხომ მან დაარქვა ეს სახელი ერთსულოვნება და ტელევიზიაც მისი დაფუძნებულია და სახელიც პატრიარქის დაფუძნებული ერთია და ეს სახელი შემთხვევითი არ არის რომ ამ ერთსულოვნებას უნდა ემსახურებოდეს იმიტომ რომ მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო და 7 გზის ლოცვებიც კი მან რომ დაწერა და თქვა რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია უნდა ვკითხულობდეთ სხვას მეც კი არაფერს არ ეხებოდა იმიტომ რომ შეიძლება დაგავალოს რომ დილას წაიკითხე ლოცვა საღამოს წაიკითხე ლოცვა და შენი დილა შეიძლება 9-ზე იწყებოდეს და ვიღაცის დილა 12-ზე და ამიტომაც მას ეს ერთსულოვნების ერთიანი ლოცვა ხო იმიტომ რომ სად იმყოფები თბილისში თუ ესე იგი დასავლეთში თუ აღმოსავლეთში მნიშვნელობა არ აქვს რომ გადადებ რაღაცა ყველანაირ საქმეს და 12 საათი რო გახდება და რო იცი რომ ეხა 99 ფსალმუნი გაქვს სათქმელი ამას რომ ამბობ აი ეს გახლავთ სწორედ ის ერთსულოვნება რომელიც პატრიარქმა მოახერხა ამდენი წლების განმავლობაში რომ ჩვენთვის ესეთი ანდერძი დაეტოვებინა. დიახ. მამაკახაბერ აი ისტორია რაც თქვენ მოყევით ადასტურებს პატრიარქის ძალიან დიდ საერთაშორისო ავტორიტეტს და მას არამხოლოდ ჩვენი ერი მიიჩნევდა სულიერ მამად, არამედ მთელი მართლმადიდებელი სამყაროსთვის იყო დიდი სულიერი მამა და ეს დადასტურდა ახლაც. ადგილობრივი ეკლესიების მეთაურები, ძალიან წარმომადგენლობითი დელეგაციები იყვნენ ჩამობრძანებულები და ყველა ეკლესია იყო აბსოლუტურად. ყველა ეკლესია იყო ჩამოსული დელეგაცია. ვიღაცის მეთაური და ვიღაცის წარმომადგენლობა და სოფლიო პატრიარქი, მისი ყოვლადწმინდესობა ბართოლომეოს პირველი იყო ასევე ჩამობრძანებული. აი ამ კუთხითაც რომ შეაფასოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ, რა თქმა უნდა, ჯერ პირველ რიგში მართლმადიდებლური ერთობისთვის, იმიტომ რომ ის წარმომადგენლებიც თქვენ თუ დააკვირდებით, რომლებიც არ არიან ეკლესიის მეთაურები, კვერთხით დგანან.
ეს შემთხვევითი კი არ არის საპატრიარქო ტაძარში შენ სხვა ეკლესიის წარმომადგენელს კვერთხით დგომის უფლება არ აქვს. მაგრამ ის რომ კვერთხით დგას ეს იმას ნიშნავს რომ იქ მისი სახით პატრიარქი მაგალითად ალექსანდრიის წარმომადგენელი დგას კვერთხით დავინახავთ იერუსალიმის წარმომადგენელი დგას ეს იმას ნიშნავს რომ იქ დგას ალექსანდრიის პატრიარქი და იქ დგას იერუსალიმის პატრიარქი მიუხედავად იმისა რომ თვითონ ფიზიკურად არ იმყოფებიან აი ეს კვერთხი ამის სიმბოლოს განასახიერებს სხვაგვარად ისე ჩამოსული კერძო ვიზიტით ჩამოსული მღვდელმთავარი რომ იქ კვერთხით დამდგარიყო ეს იქნებოდა შინაგანაწესის ძალიან დიდი დარღვევა და ამ შინაგანაწესს ორი სიტყვა უნდა ვთქვათ ეს ყბადაღებული თემა ესე იგი რომ აი დამხელა მნიშვნელობა აქვს ამ ნიუანსების ცოდნას და როდესაც ადამიანებს არ აქვთ ეს თუნდაც ზედაპირული საღვთისმეტყველო განათლება რაღაც ესე იგი ისეთ ჭორებს ავრცელებენ. ხო და ამიტომ ჩვენ საზოგადოებას მოდით მივაწოდოთ ის სიმართლე რომელიც არის აი ეს შინაგანაწესი უნდა იცოდე ადამიანმა რომ ეს ამ ყველაფერს მიხვდე. ის ყბადაღებული თემა უნდა ვახსენო აუცილებლად რომ თითქოს ჩვენ ვიღაცას წირვის საშუალება არ მივეცით აქ და ან არ ვაზიარეთ და ან ნუ რაღაცა ისეთი აბსურდია თან ამას ისეთ მტკიცებით ფორმაში ყვებიან საუბარი იყო რომ ბართოლომეოს პირველს მსოფლიო პატრიარქს არ მიეცა წირვის ჩატარების უფლება ამაზე იყო საუბარი თუმცა ჩვენ ვნახეთ ერთობლივი ლოცვა და ესე იგი წესის აგებას ვნახეთ მაგრამ თქვენ პირადად ხართ ამისი მომსწრე საპატრიარქოში ვიჯექი მთელი ეს დღეები პატრიარქზე პანაშვიდზეც კი ვერ მივდიოდი იმიტომ რომ ამ სტუმრების სიას და მიმოწერას იქ ვაკონტროლებდით რამდენიმე ადამიანი და ეს საგარეო განყოფილება ძალიან აქტიურად იყო ამაში ჩართული და მე როგორც დამხმარე ამ შემთხვევაში მეუფე გერასიმესი ამ განყოფილებისა და ზუსტად ვიცი ყველა მიმოწერა და ყველა სატელეფონო ზარი რომელიც კი განხორციელდა და ამ დროს გამოდის ადამიანი და ისეთი მტკიცებულების ფორმით ამბობს რომ მე ზუსტად ვიცი რომ ეს ასე მოხდა კაცო საკუთარ თავში რომ ეჭვი შეგეპარება და ამ წერილებსო თავიდან გადახედავ რომ სადმე რამე ხომ არ გამოგეპარა ეს ხომ ეს გახლავთ არა მხოლოდ ის რომ ცილი დასწამეს საქართველოს ეკლესიას არამედ გახლავთ ის რომ აი ამ ერთობის წინააღმდეგ არიან ეს ადამიანები, ვინც მსგავს სიცრუეს ავრცელებენ, იმიტომ რომ ეს ერთობა ვერ აუტანიათ. ქართველების ერთად დგომა, პატრიარქის დანაბარები, ეს ანდერძი რომ ერთად უნდა ვიდგეთ, ეს ვერ აუტანიათ და ამის წინააღმდეგ გაჩაღებული კამპანია გახლავთ ეს. მეტი სხვა რა უნდა დაარქვა ამას თუ არა ის რომ აშკარად ყუილს, ესე იგი, როგორც შავზე თეთრიო რო ამბობენ, აი ესე შავზე თეთრს და პირიქით თეთრზე შავს ლაპარაკობენ ადამიანები და მე უნდა მოვყვე ხა რა იყო რეალობა. უბრალოდ ჩვენს მაყურებელსაც შეუძლია ამის გადამოწმება, მაინც ხო იცით, ცოტა ეჭვები შეიძლება ყოველთვის დარჩესო, თითქოს მე ხა რაღაცა ადვოკატი ვარ ვინმესი და არ სჭირდება საპატრიარქოს ჩემი ადვოკატობა ამ შემთხვევაში, უბრალოდ შეგიძლიათ გადაამოწმოთ ბოლო 5 წლის განმავლობაში რომელი ეკლესიის მეთაური გარდაიცვალა. რაც მე მახსენდება ეს გახლავთ ბულგარეთი, ალბანეთი და კვიპროსი. შეიძლება კიდევ მსგავსი მოხდა, მაგრამ ნუ ახლა ეს სამიც საკმარისია გადასამოწმებლად. სად ჩავიდა პატრიარქი და სად ჩაატარა წირვა? შეუძლიათ რომელიმე მთქვას, არსად? ოღონდ ყველგან ჩავიდა და წესი ააგო, ისევე როგორც ჩვენთან. ჩამოვიდა და წესი ააგო. ამიტომაც ეს რაღაცა უსაფუძვლო ბრალდებაა, მინდა გითხრათ ამ კუთხითაც, თუმცა კი ეხლა რა საუბარი იყო, იმასაც მოგახსენებთ, ჩვენ რა თქმა უნდა, პირველი წესი ესეთია, როდესაც გარდაიცვლება ეკლესიის მეთაური, მაშინვე წერილები იგზავნება ადგილობრივ ეკლესიაში ამ გარდაცვალების ცნობისა და იქედან მოგდის და როდის იქნება დაკრძალვა, რა თქმა უნდა, ეს უნდა ვაცნობოთ მათ. იქედან მოდის აუცილებლად წერილი და წერენ, ჩამოდის თქვათ მეთაური, თანხლები პირი იქნება ამდენი, იმიტომ რომ ჩვენ უნდა მომასპინძლოთ და უნდა ვიცოდეთ, თქვათ მათი ადგილები. დავაბინავთ და ასე შემდგომ და რაც თავარია, წირვის დროს მათი ადგილები უნდა ვიცოდეთ, იქ სკამები იყო სპეციალურად გამოყოფილი ყველა ეკლესიისთვის. ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული ყველაფერი. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ხალხისგან და ისე დაგვეხმარნენ საგარეო საქმეთა განყოფილება, აი პროტოკოლის, აი განაწესის ბიჭები თუ გოგოები, როგორც ჩვენ არ დაგვიძინია საპატრიარქოს თანამშრომლებს ის დღეები, ისე მათ არ დაუძინიათ და მე ჩვენი ტელევიზიის საშუალებით კიდევ ერთხელ ვისარგებლებ, მადლობას გადაუხდი მათ სახელებით აღარ ჩამოვყვები, ახლა საკმაოდ ბევრნი იყვნენ, მაგრამ ეს ახალგაზრდები, რომლებიც აი ჩართული იყვნენ ამაში და მათ დაგვაორგანიზებინეს ეს ყველაფერი, როგორც შეიძლება მადლობა არ ითქვას ამ სამინისტროს და მთელი ამ ჯგუფის მიმართ. ეხლა დაუბრუნდები კვლავ თემას, რომ როგორ, ესე იგი, გაგზავნეთ წერილები, წესი როგორ არის, რომ იგზავნება წერილი, იქედან მოდის პასუხი, რომ ამ პასუხში წერია, რომ თქვათ მოემგზავრება ან წარმომადგენლობა, ან ეკლესიის მეთაური წარმომადგენლობასთან ერთად.
ყველა ეკლესიისგან მივიღეთ ეს პასუხი, ისევე როგორც მსოფლიო საპატრიარქოსგან მივიღეთ ეს პასუხი, რომ ჩამოვდივარ დილით 11 საათზე. დიახ. შევასრულებ წესის აგებას, მერე დავისვენებ ცოტა ხნით და რამდენიმე შეხვედრა, თქვა, თუ მოხერხდება, უნდათ მეუფეშიოსთან შეხვედრა და არ მოხერხდა, იმიტომ რომ პროცესიაში იყო მეუფეშიო. და კვლავ საღამოს 5 საათისთვის, ესე იგი, მე უკან უნდა დავბრუნდე. ესეთი იყო პასუხი. ახლა ამის შემდგომ, როდესაც ასეთი განცხადება გაკეთა, რომ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ პატრიარქს არ აწირინებენ, ამის შემდგომ სატელეფონო ზარი განვახორციელეთ, რომ რაიმე ხო არ შეგვეშალა ჩვენ ამ წერილში, რამე სხვა წერილი ხომ არ არსებობს კიდევ. არა, კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს და მათ შორის მსოფლიო პატრიარქს, რომ ახლა საგარეო განყოფილების თავმჯდომარე გახლავთ ის მსოფლიო საპატრიარქოსი, მიტროპოლიტი ემანუელი, კიდევ ერთხელ ვკითხეთ, რომ რაიმე უხერხულობა ჩვენი მხრიდან ხო არ შექმნილა. მან დაგვიდასტურა, რომ არა, ჩვენ ამ წესით ვიყავით ბულგარეთშიც, ალბანეთშიც და კვიპროსშიც. დიახ, და ჩვენ ვნახეთ, რომ როგორც იყო გაწერილი, ზუსტად პატრიარქი ბართოლომეოსი, მისი ყოველდღიურობა მობრძანდა 12 საათსა და 20 წუთზე, 15 ეწერა და 20 პირდაპირ აეროპორტიდან მოვიდა. 11-ზე დაჯდა და პირდაპირ აეროპორტიდან სამებაში მოვიდა. ამიტომაც კიდევ თემად მე მგონი დაიხურა და ამასთან დაკავშირებით შეკითხვები აღარ უნდა იყოს. კი ხო, კიდევ ერთხელ უნდა დავსვაზე. თქვათ, ჩვენ გამოვიჩინეთ ესეთი თავხედობა, დაგვიფაროს ღმერთმა და გამოვიჩინეთ ესეთი თავხედობა, ვეუბნებით, რომ არა, თქვენ არ ჩაატარებთ წირვას, ეს ხომ დიდი შეურაცხყოფაა. თქვათ, მას რომ სურვილი ქონოდა და ჩვენ ვეუბნებით, არა, შენ არ ჩაატარებ წირვას, ეს ხომ შეურაცხყოფაა ადამიანისა და ამის შემდგომ შეურაცხყოფილი პატრიარქი ჩამოვიდა მაინც წესი ააგო და ასეთი დიდებული სიტყვა წარმოთქვა პატრიარქის გასვენებას. ნუ ხო, ეს ხო აბსურდია და ამიტომაც ვინც ამას გაიმეორებს, ან თაში გაივლებს, რომ მსგავსი რამ შეიძლება მოხდა, ეს გახლავთ აი ხო გეუბნებით წინააღმდეგობა აი ამ სულისა ღმერთი აერთიანებს და ეშმაკი ყოფს. მამაკახაბერ, ცოტა დრო გრჩება, მე მინდოდა ძალიანო თქვენი პირადი ისტორიაც მოგეყოლათ პატრიარქთან დაკავშირებული, თუმცა გეტყვით 2 წუთიან ისტორიას. კი ბატონო, აი ზუსტად 2 წუთი გვაქვს თუ არ ვცდები. ხოლო 2 წუთიანს გეტყვით და დანარჩენი დასკვნა მერე თქვენზე და მაყურებელზე იყოს. ამაღლების წინამძღვრად, როდესაც დამნიშნა პატრიარქმა, მახსოვს მივედი დავიჩოქე კურთხევაზე და არ არსებობს უწმინდეს, ესე ეთქვა, რომ შენ იქ წახვალ. მან ესე მითხრა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ თქვენ უნდა დაგნიშნოთ ამაღლების წინამძღვრად და რა სიტყვით. მე უთხარი, რა თქმა უნდა, რომ როგორც თქვენ მაკურთხებთ თქვენო უწმინდესობა. გადამსახა ჯვარი, მე დაჩოქილი ვარ, თვითონ ფეხზე წამოდგა, გადამსახა ჯვარი და მეუნება ასეთ რამეს. მაშინ ინიშნები ამაღლების ტაძრის წინამძღვრად და დაიმახსოვრე ერთი რამ. შენ უნდა უქადაგო მთელ საქართველოს. მე ძალიან დავიბენი. იმდენად დავიბენი, რომ არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, რომ სასაფლაოზე დგას ეს ჩვენი ტაძარი და საქართველოს სად უნდა უქადაგო. ვერაფრით ვერ მივხვდი ამას, რა მითხრა პატრიარქმა, მაგრამ გულში მქონდა და არავისთვის არ მithქვამს. ამას შეესწრო რამდენიმე ადამიანი, მდივანი, რომელთანაც ვიყავი და ერთ-ერთი ქორეპისკოპოსი. და იმათაც არ მიუქცევიათ ყურადღება და მეც ისე გავატარე ესა. ძალიან მალე ჩვენი ტელევიზიის საშუალებით დაიწყო დილის გადაცემები, სადაც ყოველ ორშაბათს მე მქონდა წაკითხული სახარების განმარტება. ესეთი რუბრიკა იყო, რომ კვირას წავიკითხეთ სახარება წირვაზე და ორშაბათს მე ამას განმარტავდი, ეს გრძელდებოდა წლები. დიახ, და ჩვენთანაც როდესაც დილის გადაცემა დავიწყეთ, პირველი სტუმარი, ერთ-ერთი პირველივე კვირაში განცანდებოდით. ეს გახლავთ, რომ მე ვზივარ ამ გადაცემას, ისე გადის წლები, რომ ის წინადადება კი მახსოვს, მაგრამ აი ეს რომ თქვათ რაღაცა ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას ვიღებ, ამასთან არ დამიკავშირებია და მე ხატით მოგზაურობით ვით რაღაცა ხვდა წილად რომ მე მოგზაურებინა ხატი საქართველოში და ჩავედით რაჭაში, იქ მე ხალხი მეუნე. ვაიმე მამაო, თქვენ ხომ გიცნობთ, თქვენს ქადაგებას უსმენ. ჩავედით იმაში სვანეთში, მამაო, თქვენ ხო გიცნობ. იქ ჩავედით გურიაში, კაი, გურიიდან ვარ და იქ მე მიცნობდეს იქნება ყველა, მაგრამ და უცბად აი თავში რომ შუქივით რომ აინთება რაღაცა განათდა და ეს ხო პატრიარქმა გითხრა. აი ასე ახდა ამ შემთხვევაში პატრიარქის სიტყვა, ნუ თქვენი ტელევიზიის საშუალებით ამ შემთხვევაში და მადლობას ვუხდი მე მას პირადად, რომ აი ესეთი კურთხევა მომცა და მისი სიტყვა არ გაცუდებულა. ნამდვილად შესრულდა ეს სიტყვა, რომ მთელმა საქართველომ მოისმინა ჩემი ქადაგება, თუნდაც ერთი, მაგრამ ხომ მოისმინა. ასე რომ შესრულდა ეს სიტყვა ყოველივე ამით. ძალიან დიდი მადლობა. არა თავისაკებრად, არამედ უწმინდესის სიტყვის შესასრულებლად იყო ის, რაც მოვყევი ახლა. დიდი მადლობა ჩვენს პატრიარქს ყველაფრისთვის. კიდევ ერთხელ მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ვაგრძელებთ გადაცემას. მოვისმინოთ ლოცვა 9 საათზე და დავუბრუნდებით პირდაპირ ეთერში.
ამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვით არცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპედაკნე, მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი, მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და
გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ, წარმოგიდგენთ გადაცემის სტუმარს, საოპერო მომღერალი, ბარიტონი გიორგი ლომისელი შემოგვიერთდა. გიორგი, დილამშვიდობისა. დილამშვიდობის. გისამძიმრებთ. ასევე გისამძიმრებთ. ისევ გრძელდება, რა თქმა უნდა, ეს მძიმე დღეები, გლოვის დღეები ჩვენი ქვეყნისთვის, პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ვიცით, რომ თქვენ გქონდათ პატრიარქთან ურთიერთობის ბედნიერება ბოლო 15 წლის განმავლობაში და ასევე არის თქვენი შვილის ნათლია. მისი უწმინდესობა ბევრია, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება რომ გაიხსენოთ. მე მინდა პირველი შეხვედრით დავიწყოთ, თქვენი პატრიარქთან პირველი შეხვედრით, როდესაც უწმინდესმა გიწინასწარმეტყველათ, რომ ლასკალაში იმღერებდით. კი ბატონო. ნუ პირველ რიგში ვიტყვი, რომ ალბათ ჩემი კარიერის მანძილზე ყველაზე მძიმე გადაცემაა დღეს ჩემთვის, რადგან უნდა ვისაუბრო უკვე გარდაცვლილ პატრიარქზე, რომელიც ჩემთვის ძალიან მძიმეა. როგორც ყველა ქართველისთვის, ჩემთვისაც უდიდესი იმედი იყო უწმინდესი და ძალიან დიდი ძალა იყო. რაც შეეხება ჩემს მასთან პირველ შეხვედრას, სწორედ პირველი შეხვედრის შემდეგ მან მიწინასწარმეტყველა, რომ ახლა მომავალში მე მსოფლიო საოპერო სცენების დიდ სცენაზე ვიმღერებდი და რამოდენიმე წელში ეს ახდა, მე დავდექი ლასკალას სცენაზე და დაახლოებით 40 სპექტაკლი ვიმღერე. სხვათა შორის, როდესაც დავბრუნდი, მოვახსენე ყველაფერი უწმინდეს და ძალიან გაეხარდა. აი, მამა კახაბერმაც მოყვა თავის ისტორია და ალბათ რამდენ ადამიანს აქვს ესეთი ისტორია, როდესაც უწმინდესმა უთხრა და შემდგომ აი მალევე ახდა და რაღაც იმ მომენტში რომ არ აქცევ შეიძლება ყურადღებას და მე ხვდები რომ უწმინდესი სიტყვები მართლაც აი შორსმწვრეტელი და ძალიან ძენი პატრიარქი არა მხოლოდ თქვა აი პიროვნულ ისტორიებს გულისხმობთ ამ შემთხვევაში, არამედ ჩვენი ქვეყნის ბედთან, მომავალთან დაკავშირებით რაც უთქვამს და როგორც უთქვამს, მე დაგხვედრია წინ და ამაზე ალბათ უფრო მეტად დავფიქრდებით და მის თითოეულ სიტყვას ალბათ მომავალში კიდევ მეტი ყურადღებით მოვისმენთ და კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევთ. გიორგი, ასევე აღნიშნე რომ შვილის ნათლია არის უწმინდესი და როდესაც დაუჯახდით დაგლოცათ უწმინდესმა და სხვათა შორის აი ესეთი სახალხო პატრიარქი როგორი ჩვენ გვყავდა არ ვიცი რომელ ერსყოლია კიდევ სანამ მას ფიზიკურად შეეძლო და უძლურად არ იყო ადამიანები ვისაც ამის სურვილი ჰქონდა და ვინც ეს გამოთქვა ყველამ ნახა პატრიარქი პირადად და ალბათ ჩვენი მოსახლეობის 80%-ს მაინც ესე პირადი შეხება უწმინდესთან ჰქონია და ის წყვილებს ლოცავდა ხოლმე აი როდესაც ოჯახდებოდნენ მეც მაგალითად როდესაც დაოჯახდი მეუღლეს მე და ჩემი მეუღლე დაგულოცა და ასევე იყო თქვენ შემთხვევაში აი ესეც რო გაიხსენოთ დიახ, ჩვენ ჯვრის წერის შემდეგ მივედით უწმინდესთან, დაგლოცა, ეს იყო ძალიან გულთბილი დალოცვა, რა თქმა უნდა, მისგან და აი სწორედ ეს გამომდინარეობდა იქიდან, რომ მას თავისი სამშობლო უყვარდა ძალიან და უყვარდა ნებისმიერი ადამიანი. მისთვის იყო განურჩეველი, ეს იყო, თქვათ, პრეზიდენტი, იყო უბრალო ადამიანი, უბრალო მოქალაქე და ალბათ ეხლა კარგი იქნება იმ ფაქტს თუ მოვყვებით, როდესაც საპატრიარქოდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ უწმინდესმა შეკრიბა ყველა გაჭირვებული ადამიანი ჩვენი ქვეყნის მასშტაბით და დამიბარეს და მითხრეს, რომ უწმინდესმა თქვა, რომ გამოვეწყო განსაკუთრებულად, რადგან მომიწევდა განსაკუთრებული სტუმრების წინაშე სიმღერა. მე რა თქმა უნდა თავიდან არ ვიცოდი ეს ფაქტი და როდესაც შევედი საპატრიარქოში და შევესწავლე ამ ფაქტს, რომ ამ გაჭირვებულ ადამიანებში შუაში იჯდა, ბრძანდებოდა უწმინდესი და თვითონ მიირთმევდა მათთან ერთად, ну ჩემთვის იყო ეს ჩვეულებრივი
მისთვის ჩვეულებრივი, თუმცა ჩემთვის იყო პირველი ასეთი რამ და ნუ გამიკვირდა რა თქმა უნდა მომიწია მათ წინაშე სიმღერა და როდესაც დავამთავრეთ ეს შეხვედრა უწმიდესმა საღამოს ლოცვაში ასრულა და მაშინ აგვიყვანა ზემოთ და მაშინ მითხრა რომ მე ვიყავი ძალიან ბედნიერი ადამიანი რადგან აი ესეთი დიდებული ადამიანების და დიდებული მსმენელის წინაშე მომიწია სიმღერა ეს იყო ერთგვარი გაკვეთილი ჩემთვის რა თქმა უნდა და ძალიან მადგება ასე ვთქვათ მისი ასეთი გაკვეთილები ცხოვრებაში გიორგი, ასევე ერთი ისტორია მინდა გთხოვა რომ გაიხსენო, როდესაც უწმინდეს გაყევი ბათუმში. და იქ რაღაც ავარია მოხდა. აი გადმოგცემ სიტყვას და უფრო კარგად მოყვება. დიახ, უწმინდესი საგალობლებს წერდა ხოლმე მოგეხსენებათ და ყოველთვის მივყვებოდით მეც ლაშა ზაალიშვილი, რომელმაც მიმიყვანა პირველად უწმინდესთან და ვეხმარებოდით ხოლმე მას აი ამ პროცესში. და როდესაც თბილისში ბრუნდებოდით, ჩვენს წინმომავალი კარგად მახსოვს აუდის მარკის ავტომობილი, ალბათ ჩქარა მოძრაობდა, ამოტრიალდა და უწმინდესმა რა თქმა უნდა მოინდომა გადმოსვლა და მისვლა ამ მანქანასა, მაგრამ ეს მანქანა ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ ამოტრიალებული იყო, ალბათ საწვავიც უკვე იღვრებოდა და ნუ ძალიან საშიში იყო და დაცვის წევრებმა ძალიან თხოვეს უწმინდესი რომ დარჩენილიყო მანქანაში, თუმცა უწმინდესი გადმოვიდა, რა თქმა უნდა, მანამდე ილოცა მათთვის და არ დამავიწყდება იმ ადამიანის სახე, რომელიც საჭესთან იჯდა და გადმოვიდა და რა ხდება ხა სცენა ესეთია, უწმინდეს თავზე უდევს ესე ხელი და ეს ადამიანი ესე გაკურებული უყურებს, გაუგნებული, ალბათ იფიქრა რომ გარდაიცვალა და 60-ში მოხვდა და ნახა უწმინდესი, რა ვიცი, ალბათ ესეთ რამეს თუ იფიქრებდა და წარმოუდგენელი იყო, რაც უწმინდესმა გააკეთა. და გადასცა თანხა და უთხრა რომ მანქანა გაეკეთებინათ ამ თანხით, რაღაც გარკვეული თანხა აჩუქა და თხოვა რომ მეორედ ესე ჩქარა აღარევლოთ მას. დაახლოებით 7 ადამიანი იჯდა მანქანაში, ანუ ძალიან ბევრი ხალხი იყო ამ მანქანაში და ერთ ადამიანს არ ქონდა ნაკაწრი, ეს იყო სასწაული ჩემთვის პირადად, რაც ერთ-ერთი გამორჩეული, რაც ვნახე უწმინდესის ხელით, ასე ვთქვათ, მომხდარი ესე დიდი სასწაული. გიორგი, ქონდა ბედნიერება, რომ შეხვედრები, როდესაც იმართებოდა ღონისძიებები საპატრიარქოში, უწმინდესი გეძახდათ ხოლმე და მიდიოდით, ასრულებდით. და ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო, როდესაც პირველი ლედი სტუმრობდა საპატრიარქოს და ესეც რომ მოგვიყვეთ. დააგვიანეთ მაშინ. ნუ თუ რომელიმე ესეთი დელეგაცია ან ქვეყნის პრეზიდენტები ჩამოდიოდნენ, ყოველთვის ცდილობდა ხოლმე რომ მე მემღერა, იმიტომ რომ ამით ცდილობდა რომ მეტ ხალხს გავეცანი, უფრო რაღაცა გამოცდილებაც მიმეღო, ბევრი რომ მემღერა, ასე ვთქვათ. ანუ მხარდაჭერას რა მოგიჩენდათ ხოლმე და ესე იგი რაღაც ერთგვარი დახმარება იყო უწმინდესის. დიახ, და ერთ-ერთი ესეთი საღამო იყო, დამირეკეს, პირველი ლედი იყო, მაშინ მოყვანილი ყავდა 50 კაციანი დელეგაცია და რო დასრულდა ეს მე დამაგვიანდა ამ შეხვედრაზე, ცოტა გვიან მივედი, რაღაც პრობლემა მქონდა და კუთხეში ესე ძალიან მორცხოდ ვიდექი, იმიტომ რომ უწმინდესმა დამიბარა და მე დავაგვიანე. და ხედავ უწმინდეს უკვე დაემშვიდობა ამ დელეგაციას, გამობრძანდება უკვე. ვერ იმღერეთ? და არა, მე ვერ მოვასწარი და რომ დამინახა უწმინდესმა რომ კუთხეში ესე ვიდექი, მოვიდა ჩემთან და ჯერ დამლოცა და მე მიუტრიალდა ამ დელეგაციას და უთხრა რომ ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტი ყავს, ჩვენ კონსერვატორიის სტუდენტი ყავს აქ და მინდა რომ მას მოусმინოთ და ეს 50-ვე ადამიანი შეაბრუნა უკან და მამღერა. აი ესეთი ფაქტები იყო ძალიან და არა პირიქით, ნუ გავუგნდი რომ აი ესეთი ძალიან უხერხულად ვიგზევნით თავი, მაგრამ ესეთი დიდსულოვანი იყო ჩვენი პატრიარქი. ამიტომაც იყო ყველას პატრიარქი და ამიტომაც უყვარს და ეყვარება ალბათ ჩვენს ერს დიდია, განუზომელია მისი ღვაწლი, ამაზე რა თქმა უნდა ჩვენ სულ ვისაუბრებთ და თაობები ისაუბრებენ და გიორგი ასევე მინდა გავიხსენოთ კიდევ ერთი ფაქტი. პანდემიის დროს ვიცი რომ იტალიაში მაშინ კარიერა თქვენი უკავშირდებოდა იტალიას და ნუ იქ რაღაც ხდებოდა გვახსოვს და ამ დროს უწმინდესი გირეკავთ. დიახ, ძალიან რთული პერიოდი იყო, რადგან პირველი კურსი მქონდა გავლილი უკვე ლასკალაში და სპექტაკლები იყო, რაღაცეები, დატვირთული ის იყო და დაიწყო ეს პანდემია. ნუ რა უნდა მექნა, ახლა იქაც ვეღარ ვჩერდებოდი, თან სამშობლოშიც მინდოდა დაბრუნება, მაგრამ მაინც მომიწია ისე, რომ აი ამ სპექტაკლების და რეპეტიციის გამო დიდხანს მომიწია დარჩენა.
ნახევარი პანდემია იქ გავატარე, ასე ვთქვათ. და ერთ დღეს მირეკავს უწმინდესი და მეუბნება რომ დედა ბარბარეს დახმარებით რომ თუ მე მექნებოდა სურვილი რომ დაბრუნებულიყავი სამშობლოში ის დამეხმარებოდა რადგან ძალიან რთული იყო ქართველებისთვის სპეცრეისები ინიშნებოდა და უჭირდა ხალხს დაბრუნება სამშობლოში მაგრამ მას არ დავაუწყდი და დამირეკა და ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული ბედნიერება და იმედი იმისა რომ დედამიწაზე არსებობს ადამიანი რომელიც მე ყოველთვის გვერდში დამიდგება და ეს იყო ჩვენი კათოლიკოს აი არ დავავიწყდიო და აი როგორ ახერხებდა უწმინდესი რომ აი ესეთ თითოეულ ადამიანს სტუდებოდა და ყველას გულს მისწვდა. წარმოუდგენელი მასშტაბია, ხო? აი ერთი ესეთი ფაქტი მახსოვს, ეხა ბოლოს უკვე ალბათ 1-2 წლის წინ დამირეკა უწმინდესმა ისევ დედა ბარბარეს დახმარებით და მითხრა რომ მან სიზმარში ნახა დავით გამრეკელი, ჩვენი სახელოვანი ქართველი ბარიტონი და მთხოვა რომ ყველა ეს საოპერო ესეთი ჩვენი დამსახურებული მომღერლები ვინც იყო შემეკრიბა და მასთან მიმეყვანა. ანუ არავინ არ ავიწყდებოდა აბსოლუტურად უწმინდეს და არაჩვეულებრივი საღამო ჩავატარეთ ასე ვთქვათ დასამახსოვრებელი. გიორგი და მინდა ასევე გავიხსენოთ 2026 წლის 4 იანვარი პატრიარქის დაბადების დღე. და ასევე მინდა ვთქვა რომ აი 25 დეკემბერი და 4 იანვარი ჩემთვის ბავშვობიდან იყო დღესასწაულის ტოლფასი დღეები. იმიტომ რომ 25 დეკემბერს აღნიშნავდით პატრიარქის აღსაყდრების დღეს და 4 იანვარს კი პატრიარქის დაბადების დღე არის და რაღაცნაირად ეს იყო ერის ზეიმი. 4 იანვარს ქონდა ბედნიერება მეც და თქვენს რომ ყოფილიყავით საპატრიარქოში პატრიარქთან და პატრიარქმა გვაჩუქა საოცარი საღამო. ეს იყო მართლაც აი ბოლო წლებში ყველა აღნიშნავდა რომ ეს იყო განსხვავებული რაღაცა ძალიან ამაღლებული განწყობა პატრიარქმა ბევრი ისაუბრა, გვესაუბრა რაღაც სიმღერები ითხოვა რომ შესრულებულიყო და ასევე ცეკვაც რომელიც ერთად შეასრულა. ცეკვაც რაღაც ეს იყო არ ვიცი ისეთი განწყობა შექმნა ახლაც მომყვება ის ემოცია რაც პატრიარქმა გვაჩუქა აი რამდენიმე 2 საათი გრძელდებოდა ეს საკმაოდ დიდხანს სხვათა შორის ეს ბოლო პერიოდში რაც კი საღამოები იყო ერთ-ერთი ყველაზე გრძელი საღამო გამოგვივიდა რა თქმა უნდა. დიახ და აი არის კადრები ახლა სწორედ 4 იანვრიდან თვითონ გთხოვა აჭარული პატრიარქმა. ну ეს რა თქმა უნდა დაუვიწყარი დღე იყო. დიახ, ძალიან მიჭირს. თეთევან ვაშაკიძე იღებდა სხვათა შორის ამ ისტორიულ კადრებს, რაც დარჩა ისტორიას და მართლაც საოცარი დღე იყო. ძალიან ამაღლებული პატრიარქმა ბერიკაცი ვარ ნუ მომკლავი ითხოვა ასევე რომელიც საპატრიარქო გუნდმა შეასრულა და რაღაც რჩევებსაც აძლევდა სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს რომ აი როგორ ჯობია რაღაც მახსოვს რომ ესეთი რამ ბრძანა რომ კარგი იქნებაო რომ ისეთი სიმღერა შეიქმნას რელიგიური სადაც აი რომელ სიმღერასაც ფეხის აყოლებაც მოუხდება ასეთი რამ ბრძანა მისმა უწმინდესობამ შეიძლება ბატონ ჯემალ სეფიაშვილს კომპოზიტორს მოუხმო რამდენჯერმე და რაღაც პროექტები თან დაკავშირებით ესაუბრა. მართლაც აი საოცარი დღე იყო. აი თითოეული წამი რომ მახსენდება ამ ღონისძიების საოცარი ემოციით. 4 იანვარი ალბათ ყველა ქართველისთვის ზეიმი იყო და ეს ის დღე იყო რომელიც ყველას გვინდოდა რომ ძალიან ბევრჯერ ყოფილიყო და ეს დღე ყოფილიყო ასე ვთქვათ გამორჩეული ყოველთვის ჩვენთვის და ყველა ქართველისთვის. მე ბედნიერი ვარ რომ ამ დღეს შევასრულე უწმინდესის დაწერილი სიმღერა და ერთგვარად მის წინაშე ესე საჯაროდ პირველად ვიმღერე მისი დაწერილი სიმღერა ერეკლის დალოცვა და სხვათა შორის ეს ბოლო პერიოდი თუ კი სადმე მთხოვენ ხოლმე რაღაც კონცერტია თუ გადაცემა ყოველთვის ვცდილობ რომ მისი ეს შექმნილი სიმღერა ვიმღერო იმიტომ რომ ამით ვფიქრობ რომ ერთგვარი მადლიერებაა ჩემი მხრიდან მადლიერების გამოხატულებაა რომ მან აი ამდენი სიკეთე გააკეთა ჩემთვის და ერთადერთი რაც მე მისთვის შემიძლია გავაკეთო ეს არის რომ მისი ნაწარმოები შევასრულო მოვეფერო ამ ნაწარმოებებს და ყველამ ნახოს თუ როგორი დიდი ნიჭის მქონე იყო ჩვენი დიდებული უწმინდესი.
დიახ და აი მეც მართლა მადლიერება მინდა გამოვხატო უფლის მიმართ რომ მომეცა ამ ღონისძიების აი 4 იანვარს უწმინდესის დაბადების დღის ღონისძიების წაყვანა და ასევე მანამდე 2 აგვისტოსაც და ილიაობას რომელსაც ასევე მთელი ერი აღნიშნავთ როგორც დღესასწაული და ნუ არის დიდი დღესასწაული წმინდა ელია თესბიტელისა და წმინდა ელია მართლის ხსენება და პატრიარქის ანგელოზის დღე და საოცარი კადრებია და ამაზეც მინდოდა გიორგი შეფასება საინტერესო იქნება ნუ ყველას ქონდა ეს მოლოდინი და ყველამ ვიცოდით როგორ უყვარს სრულიად ერს პატრიარქი როგორი დიდია მისი ღვაწლი როგორც საქართველოს ეკლესიის ასევე მსოფლიო მართლმადიდებელი სამყაროს წინაშე მაგრამ ის რაც მოხდა მაინც კიდევ იყო რაღაც სხვა საქართველო ვიხილეთ საუკეთესო საქართველო ალბათ პატრიარქის საქართველო რაღაც გარინდული ერთსულოვანი იყო საოცარი ერთობის დღეები გლოვის მიუხედავად ეს იყო რაღაც გარკვეულწილად ნუგეში და აი ამაზე რამდენიმე სიტყვა თქვენც რო ვთქვათ დიახ, ნუ სასწაული მოხდა, რა თქმა უნდა და ეს არ არის შემთხვევითი, ეს არის იმ დამსახურების, ასე ვთქვათ, გამოხატულება, რაც უწმინდესმა დაიმსახურა თავისი ბრევლის წინაშე, ჩვენი ქართული ხალხის წინაშე და არა მარტო ქართული, ჩვენ დავინახეთ, რომ სოფლიოდან ჩამოდიოდნენ ადამიანები და მას აფასებდნენ და ამბობდნენ, რომ ის არ არის მხოლოდ ჩვენი მამა, ასევე არის მათი მამაც და ეს ალბათ წარმოუდგენელია მთელი სოფლიოს ისტორიაში შეიძლება ეს არის უნიკალური შემთხვევა, როდესაც არაქართველი მას როგორც თავის მამას ესე მოიხსენიებს ჩვენს უწმინდეს. აი ეს იმის შედეგია კიდევ რაც ვისაუბრეთ რომ პრეზიდენტთან იყო თქვათ როგორიც იყო პრეზიდენტთან, დიახ, ასეთივე იყო უბრალო ადამიანთან და აი ეს ამან გამოიწვია ესეთი დამოკიდებულება სიყვარულის ადამიანი უყვარდა რაც გამოთქვა კიდევაც სიტყვითაც თავისი სუსტით და ამიტომაც იყო დიდი და არის დიდი ჩვენი პატრიარქი. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ პირიქით მოწვევისათვის. ჩვენთან სტუმრობისთვის. ჩვენ ახლა შეგვიძლია ჯერ შევახსენებ მაყურებელს, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო საოპერო მომღერალი ბარიტონი გიორგი ლომისელი და ჩვენ ახლა შეგვიძლია ვნახოთ კვლავ ვიდეო კოლაჟი აი ამ საოცარი დღეებისა, მოგეხსენებათ პატრიარქის პანაშვიდები 24 საათის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სადაც უამრავი ადამიანი შეიკრიბა, ადამიანები სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა აღმსარებლობის, სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები იდგნენ საათობით რიგში იმისთვის, რომ ერთხელ მაინც მოეკრათ ერთი წამით პატრიარქისთვის თვალი და მადლიერება გამოეხატათ და ჩვენ ახლა შეგვიძლია ეს ვიდეო ვნახოთ.
აი ჩვენ ვნახეთ ვიდეო კოლაჟი და ვნახეთ ადამიანების გულწრფელი ემოციები, როგორ ემშვიდობებიან პატრიარქს ამ ქვეყნიურ ბოლო გზაზე ჩვენს უწმინდესა და უნეტარეს, როგორი ცრემლით და ტკივილით და გვაქვს ასევე სხვა ვიდეო კოლაჟებიც, რომელსაც ეტაპობრივად შემოგთავაზებთ და წარმოგიდგენთ ახლა ჩვენს სტუმარს, ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ ბასიანი სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი გიორგი დონაძე შემოგვიერთდა. ბატონ გიორგი, დილამშვიდობისა. გისამძიმრებთ პირველ რიგში, ვიზიარებთ თქვენს სტუმარებას. გისამძიმრებთ მე სრულად საქართველოს ყველას დიდ დანაგნეს. ბატონ გიორგი, ვიდრე შეკითხვას დაგისვამთ, ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო ვიდეო უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, გესაუბრებათ თქვენ და ბატონ სვიმონ ჯანგულაშვილს, საპატრიარქო გუნდის ხელმძღვანელს და შეგვიძლია ჩვენ ახლა ეს ვიდეო ვნახოთ და შემდგომ ვისაუბროთ. თქვენ დიდი საქმე გააკეთეთ ამ წერების მანძილზე. ახალგაზრდა ვისიდეთ გალობის ზოგადად ნახეთ კიდევ ბევრია გასახეთები ჩვენ მადლობლები ვართ თქვენთვის ჩვენი გუნდის თითოეული წევრი ჩვენი მასწავლებლის ლია სალაყაიასი და შალვა მოსიცის აზოვი ხომაშვილის თქვენი სიყვარული და თქვენი თანადგომარი ვარა ჩვენ არაფერი არ ვიქნებოდა და არ ვიქნებოდით და დიდი მადლობა 20 წელი ძალიან ცეცხლ დროა და ყველა დღე გვახსოვს თქვენთან ერთად მოგზაურობის მთელი საქართველო როგორია და ერთად მართლა გავცელდა ეს გალობა და თქვენი კურთხევით მოხდა თქვენ რომ თქვენი კურთხევა რო ყოფილიყო ჩვენი არც ეს ხალხური სიმღერა და ესეთი გალობა ესეთი გავცელებული მთელ საქართველოში არ იქნებოდა მადლობა ესერო სიმღერები და საეკლესიო საგალობლები გერდი ვიდეო ვისარდებოდა ეს უსწავლდა ხელს მერტი მოსეპარული ჩვენ ახლა ისტორიული კადრები ვნახეთ, პატრიარქი გესაუბრებათ, გეუბნებათ რომ თქვენ დიდი საქმე გააკეთეთო, თქვენ და ბატონ სვიმონ ჯანგულაშვილს, ბატონ გიორგი, აი მრავალმხრივი პიროვნება, განუზომელი ღვაწლის და ბევრ რამეზე, რა თქმა უნდა, არის შესაძლებელი რომ ვისაუბროთ, მაგრამ თქვენთან ბუნებრივია ქართული გალობისა და ქართული ფოლკლორის თემას უნდა შევეხოთ. პატრიარქის ღვაწლი ამ მიმართულებით არის განუზომელი. აი კონკრეტულად რა გააკეთა პატრიარქმა ქართული გალობისთვის და რა გააკეთა ქართული ფოლკლორისთვის? ჩვენ პირველ რიგში მე ბევრჯერ თქვი ამ დღეების განმავლობაში და მის სიცოცხლეშიც ბევრჯერ გითხოვს რომ ქართული ტრადიციული საეკლესიო მრავალსაუკუნოვანი საგარეულების ეკლესიაში გაცოცხლება როგორც სხვა ყველაფერი ერთად რაც ეკლესიას უკავშირდება მან თავიდანვე ამაზე იზრუნა პატრიარქად აკურთხეს და ამას დოდაჭირდა რა თქმა უნდა და 1980 წლების ბოლოს გუნდი შეიქმნა ჯერ თავიდან ისინი სიონში იდგნენ რაღაც პერიოდი და შემდეგ ანჩისხატის ტაძრის საკათედრო ტაძარში გადავიდნენ და დაიწყო ქართული გალობის აქტგენა წმინდესის ლოცვა კურთხევით ანჩისხატის ტაძრის გალობელთა ცნობილი გუნდი რომელმაც მერე მთელ საქართველოში თქვათ დიდი საქმე გააკეთა. ეს იყო პირველი სერიოზული ნაბიჯი, ხო? 90 წლების ბოლოს. შემდეგ მოხდა შემდეგ უკვე 1998 წელი იყო ზუსტად 10 წლის მერე როდესაც პირველად სვიმონ ჯანგულაშვილი მიიყვანა ლია სალაყაიამ უბრალოდ დალოცვაზე უწმინდესთან, რომ იგი ისინი რთული გზა გამოიარა ქართულმა გალობამ. უწმინდესი იყო ერთადერთი და
უპირობო მხარდამჭერი ამ ყველაფრის. შემდეგ სხვა მიტროპოლიტებიც ჩაერთნენ ამაში, მეუფე საბა, რომელმაც ასევე დიდი მხარდაჭერა გამოხატა ქართული გალობის მიმართ და მართული გზა გამოიარა ამ ყველაფერმა. სვიმონ ჯანგულაშვილის გუნდი რომ მიიყვანეს, მე მაშინ არ ვიყავი, 1998 წელი. ქალბატონმა ლიამ, იმიტომ რომ ისინი როგორც მახსოვს ნარიყალის ტაძრიდან თუ არ მახსოვს რომელიღაც ტაძრიდან გამოუშვა სასულიერო პირმა რომ არ მოგწონს თქვენი გალობაო, სხვანაირი გალობა მოგწონსო და უწმინდესთან მივიდნენ რომ დაელოსა და ამის არნი ტაძარი მოენახათ და მაშინ უწმინდეს მოთხოვა თქვენ იქნებით სამების საკათედრო ტაძრის გალობელთა გუნდი. ის 13-ნი იყვნენ როგორც სიმონი მიყვება და ის 98 წელი. ჯერ არ არის სამება ნაკურთხი. ორ წელიწადში ჩვენც მივედით. ახლა უწმინდესმა წერა ბრძანა ინტერვიუში რომ საერო სიმღერა, ანუ ხალხური სიმღერა და გალობა გვერდი მიდიოდნენ ერთმანეთს ავსებდნენ. ზუსტად ესე მოხდა ჩვენ ახალ პატარაობაში, როდესაც აი მართვეში, ბიჭებში, ფაზში და სხვა ძლევარში ასამბლეებში ვღეროდით, ეხლა ვინც რა შემადგენლობითაც არის დაკომპლექტებული სამების გუნდი. ზუსტად აი ეს პარალელურად მივიდიოდი, ჩვენ ამ საქმეს ვაკეთებდით, რა თქმა უნდა გალობასაც ვწავლობდით, მაგრამ უფრო სასცენო იყო ჩვენი. და აქეთ ანშტატის გუნდი და მე სვიმონი და ბოლოს მოხდა ჩვენი გაერთიანება, უწმინდეს კურთხევით. გაერთიანება ნიშნავს იმას, რომ მე ჩემი ბიჭებით მარტო არ მისულ ვარ 2000 წელს, როდესაც 2000 წლის მარტის ბოლო იყო, როდესაც იერუსალიმიდან დაბრუნდა მისი უწმინდესობა. გუნდთან ერთად მაშინ მივედი სადღაც 10-12 ბიჭი. და იქვე დაფუძნდა მე ანსამბლი ბასიანი იმავე წელს 2000 წელს, რომელსაც ხალხური სიმღერები უნდა აღედგინა და ბასიანიც ასე ვთქვათ მისი უწმინდესობის კურთხევით შეიქმნა, სახელი სვიმონმა შესთავაზა და გვაკურთხა რომ ბასიანი დარქმეორდა და პატრიარქი რა თქმა უნდა. და ესე პარალელურად სიმონის გუნდი, ანუ სიმონის გუნდს ეძახით შინაურად, სამების საკათედრო ტაძრის გუნდია, ეხლა უკვე სახელმწიფო კამერული გუნდი, რომელმაც დიდი აღიარება ჰპოვა მთელ მსოფლიოში უკვე ბოლოს გავიხსენოთ მის დიდი წარმატებები. აი ეს ერთად უწმინდესის ფთის ქვეშ გავძლიერდით ის ყველა თავიდან განსაკუთრებით პირველი წლები ძალიან აქტიურად აკონტროლებდა, გვისმენდა, უნდა რომ საუკეთესო ბგერა გქონოდა, უნდა რომ საუკეთესო ანსამბლები და გუნდები ყოფილიყავით და იმიტომ რომ სამების ტაძარი, როდესაც 2004 წელს გაიხსნა, ეს გუნდი უკვე ყოფილიყო ძალიან ისეთი მაღალ დონეზე და ესეც მოხდა. სხვათა შორის და ყოველ მერე მოხდა ის რომ უწმინდესმა ის საგალობლები, თავის საგალობლები უკვე იმას შემდეგ ეს არნიშნულოვანია. უწმინდეს ეს მელოდიები, რაც მის საგალობლებში არის, მე ვთქვათ, გადმოტანილი და გასხივოსნებული, ესე ვთქვათ, სულ ქონდა, სულ წაგვიმღერებდა ხოლმე. უბრალოდ სანამ ქართული გალობა ფეხზე არ დადგა, სანამ ქართული სიმღერა ისე არ დადგა როგორც დგას, მანამდე საგალობლების ესე თქო მისი დაწერილი საგალობლები თქო არ გამოიტანა და ესეც თავმდაბლობა და შორსჭერტველობა და მისმა საგალობლებმა თუ არანაირი ძალიან დიდი აღიარება ჰპოვა ხალხში. ყველა ადამიანის გულში შევიდა, იმიტომ რომ მთელი გულით აქვს ეს საოცარი კადრები უწმინდესი. თან დირიჟორობს, თან მღერის, ხო? აი ესე იქნებოდა ესენი. და შეეხება ქართულ სიმღერას, მე მახსოვს, როდესაც ჩვენ უკვე ბავშვთა გუნდებში მივდივართ და ეს ბასიანი შეიქმნა, რაღაც ისეთი პერიოდი დაემთხვა, რომ ანზორ ერქომაიშვილს მოგეხსენებათ ის რთული პერიოდი 2003 წლიდან 2012 წლამდე, ეხლა სუდათ არ გამიგოს ვინ და პოლიტიკურ ხო რაღაც სამწუხაროდ ესე იყო, რომ ანზორ ერქომაიშვილი გააჩერეს და უთხრეს, რომ შენ სხვა რამე უნდა აკეთო. წარმოიდგინეთ ქართული სიმღერის დანაშაულია. ხო. უწმინდესმა შეიფარა ბატონი ანზორი. მან გაიყვანა სამშვიდობოს.
ასევე მოხდა სხვა კულტურის სხვა დიდი სფეროს თეატრის წარმომადგენელი ბატონ რობერტ წურვა, რასაც დევნილობაში იყო, უწმინდესმა გაიყვანა ფონს და დღეს თუ ქართული მრავალხმიანი გალობა ტაძარში ჟღერს, ქართული სიმღერა, რამდენი ანსამბლია, რომლებიც ძალიან წარმატებულები არიან, მისი უწმინდესობის ძალიან დიდი წვლილია. ეხლა ჩვენ სულ ამბობთ ამას, მაგრამ არ შეიძლება რომ არ თქვა ესეც რაღაცნაირად არ მინდა ისე გამოვიდეს თითქოს მარტო ჩვენ იმაში რაღაცნაირად ამ გალობის ამბობს მარტო ჩვენ უჭერთ ხარს, ესე არა, ძალიან ბევრი გუნდი იყო. ანჩხაძის გუნდი ვახსენე, შემდეგ იყო ჯვარის მამაში ქალთა გუნდი, ტატიანა მეგრელიძის ხელმძღვანელობით, შემდეგ ძალიან ბევრი გუნდები იყო, ქალბატონ ლია სალაყაია, რომელმაც საქართველოში დაიწყო ამის გავრცელება, რა თქმა უნდა, მე უწმინდესმა დააჯილდოვა კიდეც იგი. ქალბატონი ლიას უდიდესი ხვაწლია გავრცელებაში, პოპულარიზებაში და თან ასევე იყო საოცარი პედაგოგი და უამრავი თაობის აღმზრდელი. უბრალოდ ჩვენ ხა ძალიან მოკლედ ყვებით ხოლმე. ასევე პატრიარქი აი ვიდეოში თქვენ ეუბნებით უბრალოდ უწმინდეს რომ თქვენთან ერთად მოვიარეთო მთელი საქართველო, ერთად დავდიოდითო. აი ისეთ საინტერესოა. რა ხდებოდა აი ამ დროს, აი ამ თქვენი ვიზიტების დროს სხვადასხვა საქართველოს რეგიონებს გულისხმობდით ხო ამ შემთხვევაში და კიდევ სხვადასხვა ვიზიტების დროსაც ალბათ აღხდით ხო პატრიარქს? ჩვენ ფაქტიურად ყველა ოფიციალურ ვიზიტზე გალობლები თუ საეკლესიო მიმართულებით იყო, ანუ თუ სასულიერო პირებს ხვდებოდა უცხოეთში, ან აუცილებლად გალობლები იყვნენ. ჩვენ მას ვახდით ირანშიც, ფერეიდანში, ჩვენ ყველგან ვახდით აბსოლუტურად. ნუ უამრავი რამ გაქვთ გასახსენებელი, მაგრამ აი ამ სამუშაო პროცესს რაც ეხება, რაზეც საუბრობდით, ეს იქნება ძალიან საინტერესო. აი ერთად როდესაც ჩვენ რა თქმა უნდა უწმინდესისთვის ეს გალობა და ზოგადად ჯერ ისეთი სადაც ჩავდიოდით საქართველოს რეგიონებში ყველგან მსახურება აღევლინებოდა. უწმინდესი სულ წირვალოცვა სულ ამ პროცესში იყო და ჩვენ ბუნებრივია საჭირო იყო და ეს გალობის ერთგვარი გავრცელება იყო. გალობას რომ ვამბობთ, აქ არის ქართულ სურზე ლაპარაკი, აქ არის ქართულ ჩვენი წინაპრების მიერ შექმნილ რაღაცა უნიკალურ მოვლენაზე, რომელიც სოფლიოში გამორჩეულია. ეს მარტო ის არ არის, რომ ჩვენ რაღაცა მსახურებაში მივიღეთ მონაწილე. რა თქმა უნდა, უპირველესი დანიშნულება ეს არის, მაგრამ ეს არის ქართველობის რაღაცა ესეთი დამადასტურებელი არამატერიალური რაღაცა საბუთი, ესე ვთქვათ, რომელიც ყველა ადამიანში, ყველა ქართველში და არა მარტო ქართველში აღზრავს რაღაცა განსაკუთრებულს. იმ წუთში გზნობ სიმღერას გალობჯერვი გალობებით ტაძარში, შემდეგ გარეთ სადმე ღონისძიება იყო, იქ ხალხურ სიმღერებს ვღეროდით. და დღეს რო აი აქაც არის ნათქვამი, რომ ჩვენ გვაქვს 57 სკოლა. ჩვენ როცა დავიწყეთ მუშაობა ფოლკლორის ცენტრში ჩვენ მეგობრებთან ერთად, მაშინ რა თქმა უნდა პირველ უწმინდესთან მივედით და მაშინ ესეთი რამე თქვა ზუსტად მახსოვს, რაც გითხრათ თქვენ უნდა გაავრცელოთ გალობა მთელ საქართველოში. ეხლა რა მოხდა? ამის მერე დაიწყო სალუტბარო სკოლების გახსნა, დაფუძნება. მთელ საქართველოში დღეს უკვე გვაქვს 57 თუ 59, აღარ მახსოვს ზუსტად, კიდე დავამატეთ ბოლო თვეებში ორი სკოლა, სადაც 2000 ბავშვი ამ მომენტისთვის 2000 ბავშვი უსასყიდლოდ სწავლობს ქართულ ტრადიციულ საეკლესიო საგალობლებს და ხალხურ სიმღერებს, ასევე ფოლკლორის სხვა დარგებს, ქორეოგრაფიის ნიმუშებს. ეს მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით ანუ გვითხრა ეს და მე ისე რა თქმა უნდა სახელმწიფო კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხდება ეს ყველაფერი და სახელმწიფოს აი რაღაცნაირად აი ამ ქართულმა სიმღერამ და გალობამ, როგორც აი ისინი ერთნი არიან და ერთმანეთს აძლიერებდნენ საუკუნეებია, გაძლიერებენ. აი რაღაცნაირად ყველაზე კარგი გადაკვეთა მოხდა ერისა და ბერის, ანუ სახელმწიფო და ეკლესია ამ შემთხვევაში ყველაზე ტკბილად თანამშრომლობს აქ ბევრი სხვა რამეშიც ესეა, რა თქმა უნდა, მაგრამ ისე სახელმწიფო აფინანსებს ამას, მხარს უჭერს ყველა ლოტბარი, რომელიც გიორგი მთაწმინდელის უნივერსიტეტში საუკეთესო ხალხი, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ და თავს არ ზოგავენ აი უწმინდესის ამ დღეებში ყველა საათობით ელოდა რომ 1-2 საგალობელი ეთქვა და
საოცარი ხალხი ყავს. გიორგი უნივერსიტეტი ვახსენ, რომელიც ეს არის ქართულ ენაზე ვსაუბრობთ. ამ უნივერსიტეტის ხსენების გარეშე არ შეიძლება, რომ მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა უნიკალური მოვლენა, უნიკალური მსოფლიოში, სადაც სიმღერას და გალობას სწავლობენ უმაღლეს განათლებას იღებენ და შემდეგ ფოლკლორის ცენტრის სალუტბარო სკოლებში, სხვადასხვა ანსამბლებში საქმის გავრცელებას ეწევიან და უწმინდესის ინტერვიუ გავრცელდა ამ ბოლო დროს, როცა 2006 წელს, როდესაც გაიხსნა სკოლა დაფუძნდა, მაშინ ამბობს, რომ მთელ საქართველოში გავრცელდება საგალობაო და ეს სლოტვარები შემდეგ და დირიჟორებიო მოკლედ ძალიან დიდ საქმეს გააკეთებენ და ზუსტად მისი სიტყვები რაც თქვა მაშინ მანამდე რასაც ამბობდა, ყველაფერი ხა ჩვენ თვალწინ ხდება ისე რომ და კიდევ რამდენი ახდება. ჩვენი ვალი არის და ჩვენი მთავარი ასე ვთქვათ მიზანი და პასუხისმგებლობა ის რომ ხელი შეუწყოთ, არ შეუშალოთ ხელი და სწორად გავიგოთ იმისი დანაბარები. აი ესე ვართ ჩვენ, ვინც ამ საქმეში ვართ. დავამტკიცოთ, რომ გვიყვარს ასე. რა თქმა უნდა, და გიორგი, ასევე მინდა გთხოვოთ, რომ თქვენი პირადი ისტორიაც ალბათ ასეთი ბევრი არის, მაგრამ მაინც ერთი გამორჩეულად რაც გახსენდებათ, ვიცით რომ თქვენი მრავალშვილიანი ოჯახი დაკავშირებული ხართ საქართველოს ეკლესიასთან, პატრიარქთან მრავალი წელია და ალბათ ძალიან ბევრია რაზეც შეიძლება რომ ისაუბროთ, მაგრამ აი ძალიან ბევრი არის, ეხლა არის ისეთი რთულია ხოლმე ეს დროს, არა. ჩვენ როგორც ვთქვით, მე და ჩემი ძმა მივედით უწმინდესთან, სიმონ ჯანგულაშვილმა მივიყვანა რაღაც ხანს პატარა ესეთი ამბავი იყო, მოკლედ მარტის ბოლო იყო და იმის მერე ესე მოვდივარ და უამრავი დეტალია, უამრავი რაღაც ყოველდღიურობაში იმდენი რამეა, რომ აი გასახსენებლადაც ეხლა გვახსენდება ბევრი რამე. მე მახსოვს როდესაც ჩვენ ხშირად მთელი დღე დილიდან საღამომდე საპატრიარქოში ვიყავით ხოლმე და რეპეტიციებზე ხშირად შემოიხედავდა უწმინდესი. ახლა პირადი ჩემთვისაც ის არის, რომ მან მისი ძალიან ესეთი დაჟინებული ბევრჯერ გამემეორა, რომ შენ კონსერვატორიაში უნდა ჩააბარო. დიდი ვიყავი საკმაოდ მე. იცით არის ისეთი სიტუაცია ქონდა, რომ ვერ ვახერხებდი ჩაბარებას, ოჯახური მდგომარეობის გამო მიწევდა უცხოეთში სიარული და ვერ დრო არ იყო და არ ვფიქრობდი ამაზე და საერთოდ ყველაფერი მაშინ მითხრა რომ აღარ დიარო უცხოეთში შენ რაზეც ვშრომობდი ის დანებო ამას თავია. შენ კაცად ვფიქრა სხვათა შორის და გამიკვირდა მე ვთხარი ერთხელ წავალ მეთქი კიდე იმიტომ რაღაც საქმე ბოლომდე მქონდა მისაყვანი და მეტი აღარ ვილითქო და ესე გავაკეთე დაუჯერე და ამ საქმეში ვარ დღემდე მისი კუთხე. და რამხელა წარმატება გაქვთ ამ საქმეში და მთელ საქართველოს რამხელა წარმატება იყო ერთი რაღაც რომელიც სხვანაირად გავაკეთე მაგრამ 10-15 წლის მერე აღარ მოსულს მაინც ისე მომიწია გაკეთებ როგორც თავიდან მითქვა. როგორც ხანდახან ურჩებით ვიყავით და ხო, სამწუხაროდ. მაგრამ მაინც ისე გააკეთეთ ბოლოს როგორც ბოლოს ისე გამოვიდე როგორც თავიდან მითქვა. ასევე თქვენ ყოველთვის იყავით ხოლმე იმ ღონისძიებებზე, რაც საპატრიარქოში ტარდებოდა პატრიარქის კურთხევით, უკავშირდებოდა ის თქვა პატრიარქის თარიღებს თუ სხვა მოვლენას და თუ არ ვცდები ხა 2 აგვისტოს კადრები გვაქვს ახლანდელი, უბრალოდ 2025 წლის 2 აგვისტოს ილიაობის კადრები გვაქვს. ნუ თქვენ 4 იანვარსაც იყავით 25 დეკემბერსაც, მაგრამ ამ შემთხვევაში 2 აგვისტოს კადრებია ეს ჯვარზე გაიმართა ჯვრის მონასტერთან, ჯვრის მონასტერში ღონისძიება და რომელიც პატრიარქის უწმინდესის ანგელოზის დღის აღნიშვნას უკავშირდებოდა. თქვენ ბრძანდებოდით ტრადიციულად და ეს კადრებია სწორედ საოცარი კადრები და 4 იანვარიც იყო საოცარი მართლაც. განსაკუთრებული დღე იყო, რომელიც ყველას დაგვამახსოვრდა და საჩუქარი იყო ჩვენთვის ალბათ ყველასთვის. ხო, აი მაშინ რაღაცნაირად ჩვენ ესე საოცარი მომენტი დავინახეთ. მეორე სართულზე ვიდექით და ძალიან დიდი ხანი გაგრძელდა ეს. არ ველოდებოდით არავინ რა. მისი 2 საათი გაგრძელდა. 2 საათი და მე რაღაცები გითხრა, ბევრი რაღაც თქვა და ჩვენ რო დავიწყეთ პირველი მრავალჟამიერი რო ვთქვით ზუსტად მახსოვს
გაახილა ეს თვალები და პირველი გადაისახა. ეს იყო რაღაცა ჩვენ მრავალჯამიერზე მოხდა თქვი ხა, ამიტომ კი არა, უბრალოდ ის დღე იყო განსაკუთრებული ბოლო პერიოდისთვის ცოტა უცნაურიც. თითქოს გამოგვემშვიდობა ამ დღეს რაღაც ესე. გახსოვთ რომ ფეხზე ითხოვა რომ ფეხზე დახმარებოდნენ წამოდგომაში და უნდოდა რომ ფეხზე ამდგარს გადაეხადა იქ შეკრებილი საზოგადოებისთვის მადლობა. მთელი საქართველოსთვის ასე იყო გამორჩეული დღე იყო ბოლო პერიოდში მის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამბავს თუ გადავხედავთ ეს დღე იყო გამორჩეული და მაშინათვე რაღაცნაირად ესე მენიშნა რაღაცნაირად რომ ეს იყო მართლა თითქოს დაგვიმშვიდობა თითქოს ესე ბოლო დაბადების დღე იყო არ ვიცი რაღაცნაირად მაგრამ სანამ ის ესე ცოცხალი იყო დიდი იმედი იყო და დღე ჩვენი და ამაზე არ ვფიქრობდით არასდროს რომ რაღაც მაინც ალბათ ისე ვერ ვაფასებდით რომ აი პატრიარქთან ესე ახლოს ყოფნა რას ნიშნავს. რა თქმა უნდა, ეხლა წავიდა ზეციურ საქართველოში გადაინაცვლა და ძალა და იმედი კი არ მოგვაყდა მოგვემატა თითქოს ესეთი და პასუხისმგებლობაც ის მისი ყოველი გამონათქვამი უფრო შეგვახსენდება, უფრო მეტად დავფიქრდებით ალბათ ყველანი ვინც ახლოს ვიყავით და ვინც არ ვიყავით, აი ხედავთ რამდენი ადამიანი მოვიდა, ესეც გამაოგნებელი იყო, ჩვენ არ ველოდებოდით ესეთ რამეს. კი ვიცოდით რომ რამხელა ავტორიტეტობა ქონდა პატრიარქს, მაგრამ ეს წარმოუდგენელი რამ ხდება. ესეთი ერმა აჩვენა თავისი დიდი კულტურა. ეს ამას უბრალო ერი არ არსებობს, მაგრამ ეს არის რაღაც უდიდესი კულტურის, როგორი ქართველები ყოფილიყართ, როგორი ერი ყოფილიყართ, ნამდვილად პატრიარქის ღირსეული შვილები, რომლებმაც ესე დააფასეს, შეაფასეს, სწორად დაინახეს, სწორად და რომ ვაცილებდით როგორ რა ფრაზები იყო, რას ამბობდა ეს ხალხი გზადაგზა სანამ სიონამდე ჩავასვენეთ. დიდი ამბავი იყო, ეს არის რაღაც წარმოუდგენელი ამბავი რა, მთელი ცხოვრება ეს გვემახსოვრება რაც მოხდა. ზოგადად ახლა ჩვენ მთელს მართლმადიდებლურ ქვეყნებში სადაც მიბრძანდებოდა უწმინდესი ყველგან გვიწევდა ყოფნა და ჩვენ ათონზის თაზეც ვიყავით მასთან ერთად 2003 წელს თვალსწრები. როდესაც ისტორიული ფაქტი 1000 წლის შემდგომ რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა დადგა ფეხი ათონის თაზე. იქაც საოცრად მიიღეს თვითონაც საოცარი რამ მოიმოქმედა ესე ვთქვათ რომ ჩავიდა კურთხევა აიღო ყველა წინამძღვრისგან და ეს საოცრება იყო ქაური ბერები რომლებიც საოცარი ხალხია რომ ლოცველები გაუგნებულები იყვნენ მისი თანმდავლობით აი უწმინდესი გამორჩეული არის სხვა ვთქვათ მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიების მეთაურებისგან იმით რომ აი როგორც ადრე ამბობდნენ რომ აი ქართველი და ქრისტიანიო ერთ და იგივე გვაქვს ჩვენ ისტორიულ წყაროებში რომ ერთ და იგივეს ნიშნავდა მტრისთვის, მომხდურისთვის. აი უწმინდესი იყო გაერთიანებული თავის სამშობლო და ქრისტიანობა რაღაცნაირად ზუსტად ისე როგორც ჩვენ წაგვიკითხავს ისტორიულად და როგორებიც იყვნენ ჩვენი წინაპრები ზუსტად ისეთი იყო. და რაღაც საოცარი ესეთი ქართველი პატრიარქი ესეთი ეროვნული პატრიარქი იყო ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა გიორგი ჩვენთან მობრძანებისთვის ესეთ საინტერესო საუბრისთვის. ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ ბასიანის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი დონაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ვაგრძელებთ გადაცემას და ჩვენი გადამღები ჯგუფი სტუმრობდა ოპერის მომღერალ იანო ალიბეგაშვილს, რომელმაც უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი რამ საინტერესო გაიხსენა და ჩვენ ახლა შეგვიძლია რომ ეს სიუჟეტი ვნახოთ. ვიზიარებ ყველას წუხარებას, თერი საქართველოს წუხარებას, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი დანაკლისი არის და თავისუფლად და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს რაღაცა გარკვეული ეპოქა დაიხურა უწმინდესის გარდაცვალებით. უწმინდესი ყველაფერს ნიშნავდა, როგორც ყველა ქართველისთვის, ეს არის ჩვენი სულიერი მამა ყველასთვის.
ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა კიდევ პატარა დეტალების დამატებით მე რო ავხსნა. ერთი რომ ერთი შტოდან ვართ. ნათესაური, სისხლით ნათესაური კავშირი გვაქვს. და შემდეგ კიდე მის მიმართ ძალიან ისეთი წარმოდგენა მქონდა, რომ ის წარმოადგენდა ჩემს აი სამშობლოს ვეძახდი, მე უწმინდეს სამშობლოს, რადგან 99 წლიდან უკვე ვიმყოფები საზღვარგარეთ, სადაც მე დავრჩი გარკვეული მიზეზების გამო და ალბათ უფრო გააძლიერებული მქონდა ეს გრძნობა უწმინდესის მიმართ. 1986 წელს ჩემი სტუდენტობის პერიოდში გავიცანი უწმინდესი, რის შემდეგაც ჩვენი ურთიერთობა იყო აბსოლუტურად ძალიან ახლობლური. მოგეხსენებათ, რომ ძალიან დიდი ნიჭი აქვს საერთოდ ხელოვნების მიმართ ყველა დარგში, ხელოვნების ყველა დარგში. ის ცდილობდა კიდეც რომ განეხორციელებინა რაღაცა ნაწარმოები სხვადასხვა დარგში ეს ფერწერა იქნებოდა, რაღაცა კომპოზიცია, მუსიკალური კომპოზიციები და საერთოდ ხშირად ხვდებოდით ხოლმე ოპერაში და შემდეგ ალბათ გაიტაცა უბრალოდ ამ ჟანრმა და ამიტომ ავე მარიას ამიტომ ვუკავშირებ ავე მარია იყო ეს ერთადერთი პირველი და ბოლო ნაწარმოები რომელიც მე შევასრულე უწმინდესის და ეს ავე მარია რაღაც განსხვავებული არის საგალობელური ჟანრისგან უფრო უახლოვდება კლასიკურ მუსიკას ამას მე დაბეჭდებით ვიძახი. თავისი ფორმით გინდა თუ თვითონ თავისი თემატიკითაც თემატიკა სიტყვიერს არ ვიძახი, თვითონ მუსიკალურ თემატიკას ვიძახი. აღდგომის ფესტივალი, რომელიც მე გავხსენი რამდენიმე წლის წინ ოპერის თეატრში და რა თქმა უნდა, მე ყოველთვის აცნობებდი რომ მე აქ ვარ და თუ მოიცლიდა და თუ ქონდა დრო რომ მობრძანებულიყო და იმ დროს დამესწრო. ეს იყო ჩემი სოლო კონცერტი ამ ფესტივალის პირველი წელი. მანანა დავითაშვილი იყო სამხატვრო ხელმძღვანელი და დამფუძნებელი ამ ფესტივალის, რომელმაც ძალიან თხოვა მოგრძალებით რომ თუ შეიძლებოდა რომ ჩამოსულიყავი. და როდესაც ეხებოდა უწმინდესის სახელს რა თქმა უნდა რომ მე იქ სიამოვნებით და სიხარულით და ბედნიერებით ჩამოვიდოდი და რომ დამესწრო, ესე იგი მე ცოტა ვღელავდი უწმინდესი რომ ვიცოდი რომ დარბაზში იყო და მისმენდა და პირველი ნაწარმოები შევასრულე ნორმას არია, ეს იყო მისთვის განსაკუთრებული არია. განსაკუთრებული ნაწარმოები, რომელიც რამოდენიმეჯერ აღნიშნა, რომ როგორც ღიროდა მონსერატ კაბაიე, მსოფლიო ვარსკვლავი, რომ ისევ ვერავინ ვერ ასრულებს. ამიტომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობას გრძნობდი, რომ ვაი თუ, რა თქმა უნდა, მე მონსერატ კაბაიეს არ ვადრი თავს, მაგრამ უბრალოდ რაღაცნაირად რომ დავაკმაყოფილო მისი გემოვნება და მისი რაღაცა სურვილი. და ისწორედ მაგარიაზე მითხრა, რომ ცოტა ნერვიულობდიო მაგაზეო და ეს იყო ის შემთხვევა, რომელიც ახლა შემახსენეთ. გარდაუვალი იყო რავი მარია არ შესრულებულიყო ამ დროს, იმიტომ რომ ეს იყო ერთ-ერთი იმ ნაწარმოებთაგანი, რომელსაც ძალიან ირჩევდა ყოველთვის, როდესაც მას საპატიო სტუმრები ჰყავდა უწმინდეს. ყოველთვის ასმენებდა ამავე მარიას და ამით ხვდებოდი, რომ ძალიან ამაყი იყო ამ ნაწარმოებით და ძალიან გულში ხვდებოდა ძალიან ესე სრულფასოვნება იყო აი ამ ნაწარმოებში მისი გადმოსახედიდან. და ამის გარეშე არ შეიძლებოდა ნამდვილად და მე ვიყავი უბედნიერესი, როდესაც შემატყობინეს, რომ ასეთი მე უბრალოდ ეჭვმეპარებოდა, როგორ შეიძლებოდა ეს გაკეთებულიყო დაკრძალვის დროს და ან კიდე პანაშვიდების დროს, ხო? როდესაც სამებაში ბრძანდებოდა. და აი ასე მართლა ულამაზესად გადაწყვიტა ორგანიზატორმა ბაკურ ბაკურაძე, რომ ულამაზესად
გამოვიდა ეს ყველაფერი, თითქოს მისი სული გავახარეთო, ესეთი განსხვავება იმაშია, რა თქმა უნდა, რომ როდესაც ცოცხალი იყო უწმინდესი და ვასრულებდა ave Marias, ეს იყო სხვა განწყობა არის. და აქ კიდე, რა თქმა უნდა, უდიდესი სევდა იყო. აი თითქოს აი ბოლო ნამღერი იყო ჩემი, აი ესეთი შეგრძნება მქონდა. მომღერალი იანო ალიბეგაშვილი იხსენებდა ახლა ჩვენს ეპოქალურ პატრიარქს, ამით დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემა. მადლობა რომ გვიყურეთ. მე ელისაბედ აბულაძე ვუწყებოდი დღევანდელ გადაცემას. ნახვამდის.